სუსტი გულის პატრონები ნუ გაემგზავრებით ჰინდუკუშის ხეობებისკენ, სადაც კალაშები ცხოვრობენ. გაზაფხულზე ნახევარი დღე გაწვალდები მოყინულ ხიფათით სავსე გზებზე. ზამთარში გზები გაუვალია. 1000 წლეულებია ეს გზები იფარავს პაკისტანის უკანასკნელ პრეისლამურ კულტურას. კალაშები ყოველ წელს აღნიშნავენ საგაზაფხულო ზეიმს. მათი უმრავლესობა პოლითეიზმის მიმდევარია და ცნობილია იმით, რომ ღვინოს აყენებს. როცა კალაშები ცეკვავენ, წინაპართა სადიდებელ სიმღერებს ბღერიან ხოლმე. ეს სიმღერები ჩვენ რომ ვღერით, ჩვენი ლიტერატურაა. მთავრობამ საგანგებო ზომები უნდა მიიღოს მათ შესანარჩუნებლად. მთელი ეს რეგიონი ავღანეთში კუნარიდან პაკისტანში მდებარე გილგითამდე ჩვენი წინაპრების ხელში იყო. მაგრამ დროთა განმავლობაში კალაშთა თემი დაპატარავდა. ახლა სულ 4000-მდე ადამიანი ცხოვრობს პაკისტანში, ჩიტრალის რაიონის სამხეობაში. ზოგი მკვლევარი მათ წინაპრებად მიიჩნევს ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცებს, რომლებიც დღევანდელ პაკისტანში დარჩნენ ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში. ზოგის აზრით კალაშების კულტურას კიდევ უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს. ყველა სხვადასხვა ვერსიას ყვება. ზოგი ამბობს, ალექსანდრე დიდის შთამომავლები არიანო. სხვები ფიქრობენ, რომ კალაშების წინაპრები ავღანეთში მდებარე ნურისტანში ცხოვრობდნენ. ზოგი არქეოლოგიური კვლევის თანახმად, ამ ადგილას ადამიანები ჯერ კიდევ ალექსანდრეს ეპოქამდე იყვნენ. გათხრებით არ არის დამტკიცებული, რომ კალაშები ალექსანდრეს შთამომავლები არიან. ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა ჯერ კიდევ 4-5 წლეულის წინ ცხოვრობდა აქ და ახლაც აქ ცხოვრობს. შეინარჩუნა თავისი კულტურა და ცხოვრების წესი. სასაფლაოზეც ნახავთ ამ უნიკალური კულტურის კვალს. კუბოებს, რომლებიც არ დაუმარხავთ მიწაზე დატოვებულ ძვლებს. კალაშების წესი იყო გარდაცვლილებისა და მათი ნივთების დატოვება მიწის ზედაპირზე. ახლა ასე აღარ არის. აქ ქურდები მოდიოდნენ ძვირფასი ნივთების მოსაპარად. ხალხმა ასე 1970 წლიდან დაიწყო გარდაცვლილთა დასაფლავება. ცვლილებები კალაშების ცხოვრებასაც შეეხო. ბევრი ისლამზე მოექცა, ბევრმა მშობლიური მიწაწყალი მიატოვა სიღარიბისთვის თავის დაღწევის იმედით. თალიბების ამბოხება სულ უფრო ამძიმებს პაკისტანის ეკონომიკურ პრობლემებს. ბევრი უცხოელი ჩამოდიოდა, ტურიზმი ძალიან განვითარდა. ხალხი ღამე გასაჩერებლად ადგილს ვერ პოულობდა და აქვე მდინარესთან კარვებს შლიდა ხოლმე, მაგრამ ახლა ტერორიზმის გამო საქმე გაფუჭდა. ხალხი აღარ ჩამოდის. კალაშების კულტურა ჰინდუკუშის დიდებულმა მთებმა გადაარჩინა. მათი წარსული ბურუსით არის მოცული და არავინ უწყის რა ბედიელის ამ მცირე რიცხოვან ხალხს.